მოგესალმებით შემოკარგებო. Როგორ გიკითხოთ, იმედია კარგად გძანდებით. მე აგარაში ვარ, საღამოა, აგრილდა, გვიკიქინებს. ძალიან სასიამოვნო საღამოა მართლა. მე ძალიან სასაცილო სიტუაციაში ვარ. გადავწყვიტე დღეს წინასწარი შეთანხმებით ჩემ მეზობელს, ვისაც სიმძიმეები აქვს ხოლმე ჩემთან მეხუთე სართულზე, იმას ისიც აყავს, ტრაქტორი ყავს კუზავოიანი. და გადავწყვიტე, რომ ისეთი ტრაქტორი რა, მართლა ისეთი იმას კინო წარმოიდგენთ ხა რაღაცა უზარმაზარს. რომ ეს ბარგი გადამეტანა და აგვეტანა ჩემთან მეხუთე სართულზე. გვიხაროდა რომ აგრილდა, მზე გადავიდა, ნიავიათ, მეებს გვიწეწავს და ვიფიქრეთ რომ არ დაგვრცხებოდა, იმუშავებს ადამიანის სიმძიმეები უნდა ატაროს ახლა მეხუთე სართულზე და ცოდვა სიცხეში გვიხაროდა და დავტვირთეთ მატრასი, რკინის საწოლი, სკამები, თაროები, რა ვიცი მე რაღაცეები, ბოხჩებში გამოკრული ჩემი ნივთები, წიგნები. ხო და წამოვედით. დახედა მანქანა ხო არა დგას. გამარჯობა თვითონა. ხო, აკი ხახანა რა ვიცი მე. აბა, ეთილი მძლავრობა. ბაბიკა ბაბი ტრაქტორი წინ მიდიოდა ჩვენ სუბოქი მანქანით უკან მივდიოდით და წინ ტრაქტორს მოძვრა ბორბალი. ანუ ეს ჩვენი დატვირთული ტრაქტორი მივაგორეთ შემდუღებელთან ეგრეთ წოდებულ სვარშიკთან. სვარშიკი გითხრა დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით და ჩვენ მეზობელია, მაგრამ დენი არ არისო. წავედით ისეთ სვარშიკთან, რომელსაც დენი არ ჭირდება. დენი რო არ ჭირდება, ის სვარშიკი ზღვაზე იყო წასული. და მოვედით ახლა აგერ ჩემი მეგობრის მეზობლად და მე მგონი რომ გვიჭირავს ეს ბორბალი ხელში და დავდივართ და მე მგონი რომ გვიკეთებენ. ხო და ეს ისინი რა ქვია, კაცები, აი ამ ბორბლით ერთი იმდენი რომ გადმოიაროს დატვირთულმა ტრაქტორმა მატარებლის შლაგბაუმზე გადასასვლელი. ხო და მივიდეთ ჩემი მამდე, კორპუსამდე. ხვალ კიდე მეორე სერია უნდა წამოიღონ იგივეთი თუ ბორბალი წესრიგში იქნება. ასე და ამგვარად შემოკარქებო. იქ შუქი არ არის, იქ ადამიანი არ არის, იქ სვარკა არ არის, იქ ის არ არის, რაღაცამაინც ახლა მოტყდა ეს არა. მე ვარ ძალიან მშვიდად და ძალიან მეცინება და მანქანაში სხედან კაცები ჩვენთან ერთად. მამაჩემის ჩათვლით. ხო და არიან ერთ ამბავში და არიან დაბნეულები და არიან ერთ იდეების ფრქვევაში და მე ვარ ჩუმად და ვიცი რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. ძალიან მართლა ძალიან მეცინება და ეს კაცები რო უცებ ანდაზებში გადაიჭრნენ რომ აი გაჭირებულს ქვაღმართში დაეწევა და რაღაცა როგორ არ მიყვარს ეს დოგმატიური ისინი თავში გადაწყვეტილები. გისმენ ფირუს ბორბალი შეგვიკეთეს ბორბლები ახლა უნდა მივაბოთ. აი უგაკეთე ილიმედი ეს არის აქეთ მოლი არა ეს წინ უნდა მიდიო რა მიდევს აქ ჩემი წიგნები ხო არავინ გააცანცალა დედიკომ კარტოფილი გამომატანა თაროები ეს ჩემი არ არის ყვავილების მიწა ნახეთ რა კარგი ქარი უქიქინებს თმები მეწეწება მე მგონი ყველაფერი მოწესრიგდა
ჩავალაგდებით ახლა და ისე აირევა ახლა ამ ყველაფერს ზემოთ რა ავიდან მეხუთე სართულზე ისე აირევა სასწავლო. ავალ საწყოს ავაწყობ დღეს და ახალ საწყოში დავიძინებთ. თქვენს გაჩვენებთ რა თქმა. არ ვიცი რამდენად მოვახერხე ჩემი კამერით თვარის გადაღება, მაგრამ ძალიან ლამაზია. ხალხო, როგორც იქნა, თმა ნაწილობრივ სველი მაქვს ისე, როგორც იქნა, ბარგი მოვიტანეთ სახლამდე. როგორც იქნა, ამოვიტანეთ და როგორც იქნა, გავისტუმრე მტვირთავები. ახლა სახლში ყველაფერი თავდაყირაყრია, მე უკვე აბაზანაში მოვასწარე შევარდნა და თითიც არ დამიკარაგებია არაფრისთვის. ახლა უბრალოდ უნდა წამოვწვე და დავისვენო. და რა იყო? დავაპურე კიდე ოჯახი ხო რომ მოვედი და ახლა უნდა წამოვწვე დავისვენო. იმიტომ რომ არაფერს გაკეთების თავი აღარა მაქვს, თუმცა დაძინებამდე გეგმავთ რომ ავაწყოთ ზიზის საწყალი. ეს რატომ იღებ სიხარულო? რა გინდა? არ გადავიღო? საღამომშვიდობისა ჩემო კარგებო, ეს არის გაგრძელება ვიდეოსი, რომლის ატვირთვაც გუშინ ვერ შევძელი, ძალიან გვიანი იყო. ხო და ვაგრძელებ დღეს. მე თავად ჩემი ხელით ავაწყე საწოლი, იდეალურად მოერგო მატრასი, იდეალურად მოერგო ამ მატრასს. ნუ ხეს ჩემი მატრასი იყო და ამ მატრასს თავისი ზეწები ჰქონდა. ხო და გამოვაძვრინე მშვენიერი გადასაფარებელი ცისფერფერებში ვარ ახლა რატომ რაც. მოკლედ ძალიან გმაყოფილი ვარ ხალხო. აი ეს 500 ლარიანი საწოლი შევიძინე 300 ლარად. მომიტანა ტაქსის მძღოლმა გორიდან. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ზემოთაციულად დაიდო და არ არის ძალიან მძიმე. ხო და ავაწყე იდეალურად არ აკლდა არაფერი, მაგრამ მე მეგონა, თუმცა მე მეგონა რომ მოდი ბუბუგარეთ. მე მეგონა რომ რადგან ეს 200 ლარიანი ფასტაკლება ქონდა, რაღაცა ანჭიკიან რაღაცა აკლდებოდა დეტალი და ანაზღაურებადია ეგ რა თქმა უნდა, ყველაფერი იშოვება ახლა. თუ რამე დააკლდებოდა, მაგრამ არაფერი არ აკლდა იდეალურად, ყოფტად ლამაზად ავაწყე და ძალიან გემრიელად მეძინა. აი ძალიან გემრიელად მეძინა. ჯერ ეს ერთი ის გასაშლელი ტახტი, რომელზეც გვეძინა, გვერდზე ქონდა იმ ტახტს ხელის დასადებები და იყო მაღალი და ანუ ფაქტიურად ლოგინზე კი არ ვჯდებოდი და ვწვებოდი, ესე ვჯდებოდი და ვსურდებოდი, შიგნით ვარდებოდი ძალიან სასაცილოდ კალაბოკივი. იყო ძალიან მოუხერხებელი, მაღალი რაღაცნაირი, მის ქვეშ გამოწმენდა, გამოგვა მიჭირდა და ეხლა არის ყველაფერი იდეალურად ისე როგორც მე მინდა. რადგან ეს მოვაგვარე, ახლა ჩემ ოთახში დამრჩა მარტივი თაროები, ოთახში ზედმეტი შპალიერის ჩამოხევა და დაფერვა კედლების. რასაჩხალყუნებს ახლა წავალ ვნახავ ბუბუ. ჩემმა ყოვლად მაიმუნმა ბუბუმ რაღაცა მოიპარა მოკლედ და მიუსწარი რომ არ დაღეჭა. პლასმასი იყო. აი ესე.
ძალიან კარგი სიგრილე იყო აქ ნუ აი წუხელისაც იყო და დღეს მთელი დღე არის და აი არ ვიცი სად არის შტორმი და სად არის თოვლი და საყინულე მაგრამ ჩვენზე კი კარგად იმოქმედა ძალიან სასიამოვნოა ხალისით ვაკეთებ ყველაფერს სადილები გავაკეთე გუშინ მარაგებიც გავაკეთეთ გვიან მაღაზიებში და არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო ჩემო კარგებო ის რომ ძალიან არის ყველაფერი გაძვირებული აი სასწაულად არის გაძვირებული ყველაფერი მე არ ვიცი ადამიანმა რამდენი უნდა იმუშაოს და რამდენი რა უნდა აკეთოს რომ ძალიან არის გაძვირებული აშკარად ეთყობა უკვე ეთყობა რომ აი ეს მარაგს გაცილებით ნაკლები თანხით ვიკეთებდით და უფრო დიდხანს ყოფნი და დავუშვათ ის გონორარი და ის ხელფასი და არა აღარ გამოდის შემოსავალს რაც შეეხება ამ დღეებში ვაპირებ TikTok-ზე ლაივის გაკეთებას ჩასაცმლის მეორადი და არა მხოლოდ მეორადი ჩასაცმლის ონლაინ ვაჭრობა უნდა დავიწყო როგორც გითხარით ბევრმა წარმატებამ მისურვეთ დიდი მადლობა მე თქვენთან თხოვნა მექნება გადამიზიაროთ ლაივი მეგობრებში რომ მალე მოიხვეჭოს გამომწერი ჩემო TikTok გვერდმა რომელზეც რაღაცების გაყიდვას ვაპირებ ყველაფრის ლინკებს დაგიტოვებთ თმა მაქვს სასწაულად შესაღები ასევე მოსაწესრიგებელი მაქვს შილაკი და ამ კვირაში ვაპირებ ამ კვირაში კი არა შემდეგ კვირაში დღეს პირამ თავდება უკვე ვაპირებ ამ ყველაფერს მივხედო რო აგრილდა ყველაფერს ხალისი მომევიდა ყველაფერს ხალისი მომევიდა 19 რიცხვის შემდეგ ფერიცვალების შემდეგ ისაც აპირებს აგრილებას გრძელვადიანი პროგნოზი ესე მეუბნება და იქამდეც რაღა დარჩა სტუმარს ველოდები ახალციხიდან ჩემს უახლოეს ადამიანს ნაკლად გაგაცნობთ რომ ჩამოვა მოგიყვებით რანაირი ახლობელია რანაირი ნათესავია როგორი მეგობრები ვართ ვისი შვილია ვგეგმავთ რომ სადღაცა წავიდეთ რაღაცა ვნახოთ და თქვენს გარეშე არ წავალთ რა თქმა უნდა თავდაყირა მაქვს სახლი მისაღებ ოთახში აი გასასვლელი არ არის ფაქტიურად ეგეც უნდა მოვაწესრიგო ამ საღამოს ის ტახტი რომელზეც მეძინა ის უნდა ავკეცო ის მატრასი რომელზეც ჩვენ გვეძინა ადგილი უნდა მიუჩინო ეგრე ხო იცით ესია რა ერთ რაღაცას გააკეთებ და მორჩა ლამის თავიდან უნდა გააკეთო რემონტი და ბორკა და რა ვიცი მე რა აი ესეთი ამბები მაქვს ჩემო კარგებო მე ჯამრთელად ვარ ახლა უკვე გრილად ვარ მაღაზიას ვგეგმავ საქონელს ვაწესრიგებ ვაგროვებ ვალაგებ ვამზადებ ყველაფერი ის რასაც უმეტესად ქალები ვაკეთებ სახლში და მინდა რომ რაღაცა პატარა შემოსავალიც გამოვინახო და იმიტომ გადავწყვიტე ეს მაღაზიის ამბავი ესეთი ამბებია ჩემთან მომწერეთ როგორ გიკითხოთ ვინ ისვენებთ სად წახვედით როგორ წახვედით ზღვაზე წვიმამ ხო არ მოგისწროთ ძალიან მენანება ხალხი რომელმაც აი შვებულება ამ დროს აიღო და თანხას ხარჯავენ არ არის საკურორტო ზონაში არც ბინა და არც კვება და არც არაფერი სხვა იაფი პირიქით და ასეთ წვიმაში რომ უნდა გადაიხადოს ადამიანმა და რო ვერ ძირგებს იმ შვებულებას მაგრამ არა უშავს მაგაზე ცუდი ნურაფერი შეგხვეოდეთ ყველაფერი კარგად იქნება აი ნახეთ აი ესეთი ვიდეო გამოვიდა დღეს გუშინ და დღეს ვეცდები არ დავიკარგო ჩემო გოგოებო მადლობა რომ წერთ გამოჩდი და გვენატრებიო მეც მენატრებით მართლა მენატრებით გული ჩემილია თქვა ხო და ახლა დაგემშვიდობებით და ვეცდები რომ შევხვდეთ ერთმანეთს ისევ ხვალ აბა კარგი საღამო კარგი ღამე იკონტაქტებთ ჩემთან ღმერთმა ჯანმრთელობა და სიმშვიდე მოგცეთ შეხვედრამდე